ყველაფერი რისი ცოდნაც გსურდათ სექსზე, მაგრამ გეშინოდათ რომ გეკითხათ. ეს ფილმის ათაურია, სექსოლოგი არ გეგონოთ, ვიდეო ეძღვნება ფილმებს ყველაზე უცნაური სათაურებით. ვუდი ალენის ეს სიურრეალისტური კომედია შედგება რამდენიმე მოკლე ნოველისგან, ფილმი ვიზუალურად გადმოსცემს ყველაზე უხერხულ და სასაცილო ფანტაზიებს, მათ შორის გიგანტური მკერდის დევნასა და სპერმატოზოიდების შიდა სამზარეულოს. ნუ ემუქრები სამხრეთ ცენტრალს, სანამ შენს გეტოში წვენს სრუბავ. ეს არის 90-იანი წლების ძალიან აბსურდული კომედია, რომელიც დასცინის იმ პერიოდის პოპულარულ გეტო დრამებს. დოქტორი სტრეინჯლავი ან როგორ გადავეჩვე შის და შევიყვარე ატომური ბომბი. სტენლი კუბრიკის ეს გენიალური შავი კომედია ცივი ომის პერიოდის პარანოიაზე გვიყვება, როცა შეშლილი გენერალი ბირთვულ თავდასხმას ბრძანებს. ფილმი პოლიტიკურ ლიდერებსა და სამხედროებს აბსურდულ ჭრილში წარმოაჩენს, რომლებიც სამყაროს გარადგურების პირასაც კი სულელურ დეტალებზე გამათობენ. 100 წლის მოხუცი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა და გაქრა. ფილმი ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტ მოხუცზე, რომელიც საკუთარი მეასე დაბადების დღის წინა დღეს მოხუცთა თავშესაფრიდან გარბის. გერნსის წიგნებისა და კარტოფილის ნათალის ღვეზელის მოყვარულთა კლუბი. ეს არის თბილი ისტორიული დრამა მწერალზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კუნძულ გერნსიზე მიდის, რათა უცნაური სახელწოდების მქონე კითხვის კლუბზე დაწეროს. ადამიანი, რომელმაც ჯერ ჰიტლერი მოკლა, შემდეგ კი თოვლის კაცი. მთავარ გმირს ახლა მთავრობა კიდევ ერთხელ მიმართავს, რათა ტყეებში გავრცელებული მომაკვდინებელი ვირუსის მატარებელი ბიგ ფუტი გაანადგუროს.